მოგესალმებით, ამ ვიდეო გაკვეთილში გადავდივართ უშუალოდ ჩვენი ოპერაციული სისტემის ფუნქციონალზე. ახლა დამწყებებისთვის არის ეს ვიდეო გაკვეთილები, დავიწყოთ სულ უმარტივესიდან. თავად ოპერაციული სისტემა დამწყებელ მომხმარებლებს სთავაზობს შორტკატებს, რომელიც საჭიროა მინიმალური ოპერაციების შესასრულებლად. ამისათვის საჭიროა ჩვენ კლავიატურაზე მოვძებნოთ super ხილაკი, რომელიც უმეტესობა კლავიატურაზე აღნიშნული ერთ-ერთი ოპერაციული სისტემის Windows-ის ლოგოთი და დიდი ხანი მასზე დაწოლის შედეგად გამოვა იმ საკვანძო შორტკატების ლისტი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ოპერაციული სისტემის ფუნქციონირებისთვის. სათითაოდ განხილვა არ არის საჭირო, მინიმალურ ინგლისურის ცოდნას მოითხოვს, უბრალოდ თვალი გადავალოთ მის კატეგორიზაციას. პირველი გახლავთ ლანჩერი, ანუ გამშვები, მეორე dash ანუ მინიმალური ოპერაციული სისტემის დონეზე არსებული ბრძანებები, მენიუ ბარი, უცებ ტაბებზე გადართვა, აი ერთ-ერთი გახლავთ alt-ტაბი და ბოლო გახლავთ ფანჯრებზე მოქმედებები. ახლა კი შევეხოთ taskbars, დავიწყოთ taskbar-დან, რომელიც ჩვენ Ubuntu სისტემაში სტანდარტულად განლაგებულია მარცხენა მხარეს და მასში არის ის პროგრამები, რომელიც ჩვენ ყველაზე ხშირად გვჭირდება და ვიყენებთ. გავამახვილოთ ყურადღება სტანდარტულ, ანუ default პროგრამებზე ჩვენი ოპერაციული სისტემის. პირველი გახლავთ საძიებო სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია როგორც ჩვენ ლოკალურ სისტემაში, ანუ კომპიუტერში, ანუ hard disk-ზე, ასევე ინტერნეტში, ანუ ონლაინ რეჟიმში. მეორე გახლავთ ისოთ ფაილური სისტემა, რომელიც საკმაოდ დიდი თემაა და ამ ყველაფერს შევეხებით სხვა ვიდეო გაკვეთილში და განვიხილავთ. სტანდარტული, ანუ default ბრაუზერი გახლავთ Firefox-ი, Mozilla Firefox-ი, თუმცა არ არის პრობლემა, ნებისმიერი სხვა ბრაუზერი შეგიძლიათ დააყენოთ, Google Chrome, Opera და ასე შემდეგ თქვენი სურვილის მიხედვით. შემდეგი სამი პროგრამა გახლავთ Windows-ის ან Microsoft-ის Office პროგრამების ანალოგი, LibreOffice Writer-ი, რომელიც გახლავთ OpenOffice-ის ოჯახის წარმომადგენელი, ეს გახლავთ Microsoft Word-ის ანალოგი, LibreOffice Calc-ი, ანუ Excel-ი და LibreOffice Impress-ი, ანუ PowerPoint-ი. შემდეგი გახლავთ რაღაც ჩემი custom პროგრამები. ეს სისტემური კონფიგურაცია, ანუ Windows-ში პარალელი რო გავალოთ Windows-თან, რადგან პოპულარული ოპერაციული სისტემა მაინც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახლავთ control panel-ის ანალოგი და შევხედოთ Ubuntu-s software centers, ანუ პროგრამულ ცენტრს, სადაც შეგვიძლია ჩამოვიწეროთ სხვადასხვა პროგრამები, როგორც ძირითადად ყველა პროგრამა უფასოა, მაგრამ არსებობს ფასიანი პროგრამებიც. Ubuntu-s პროგრამულ ცენტრსაც განვიხილავთ უფრო დაწვრილებით სხვა ვიდეო გაკვეთილებში. ამ ვიდეო გაკვეთილისთვის სულ ეს იყო. გვალობთ ყურადღებისთვის.